ხაობა არის შეუბატონო რომ აი ეს ნელი მოქმედების ბომბა და ეს რუსი გაუცლელია რა კი არ მეხარია რა ძალიან სამწუხაროა რომ აი ესეთი ტლანქი მეზობელი ყავს აი ცუდსაც კი აი ცუდას აკეთებს ძალიან ხო რადიდი მიხვედრაუნდა ფელიქს ოფრეუნება რა საყვედურობა ხო გესმით თქვენა არაპროპორციულად იმოქმედა ანუ იქ რო დავეთეთ თქვენ ეს შეიძლება არავინ არ უპასუხა აქედან ესეც ვერ გადადის თუ ასეთი დაპირისპირება რუსეთთან შენ თუ ჩეჩნეთში შეგეძლო აი ხო ყველაფერს ვერ დაძებენ როგორც ხო კონსტიტუციური წესები აღადგინოს ამას თვითონაც იზახოდეთ უტილი იზახდა მაგრამ ხო იზახდა და მე აშენებოდა გეკითხა გაეროში კაცო ეს ვინ მეუნება ამას ჩეჩნეთი ალასტანიამ გააჟღერა სხვა შეფასება დაკვირით იქნას იმას საყვედურო თუ აფალს გაუქმაზე არ უპასუხა როგორც საჭირო მაგრამ ხელი პოლიცია ეს უნდა ყოფილიყო ვინ მელაპარაკება ამას ხო ესეც ახლა ჩვენთანაც მათთვის ხო გასული პონგებიანი იქნება და დატეულიყო და აღარ გამოსულიყვნენ არა გამოვიდნენ რა აი ამ რამდენად პლანკები არიან და ის ოკეანის გაღმავდა ხა ის გონიერი ხალხია იმათთან პრობლემა არ არის ეს მე იმგაგებით ხო ამასაც აი თვითონ ხალხი წერენ მათ თავის ინტერესები ქონს თუ ჩვენ შევქმნით ვითარებას მე გარწმუნებთ ის რაციონალური ხალხია ამერიკელები გონიერი ხალხია მიიღებენ იმ ცვლილებას სულად თქონდა ცივილიზებულ კალაპოტში იქნება ალბათ მაყურებელი ყავს გისმენთ დია გისმენთ აი მაინც მაინტერესებს აი 7 ნოემბრის მოლოდინზე მოდით ესე ვთქვათ ხალხი გაელახა და ხალხი გამოდის ეხლა ბევრი პარტია აცხადებს მოდით ესე ვთქვათ ფილმ გაჟერჟს გასახელი ჯობია აღარ არსებობს ეს ეგრეთ წოდებული ყველა თამაშის თამაში ამიტომ ჩვენ წარუმატებლები გამოვხდათ მოდი დავით ბატონო ხო მოდით მე მასე რეტროსპექტიულად მაინტერესებს ხენეული ხედვა ძირითადად დაზარალებული ამ შემთხვევაში ქართველი ერია აბა ვინ ქართველ ხალხს უნდა შვიჩი გამოსვლა ხო ზოგ რაღაცის დროშის დაჭერა უნდა ნამდვილად უნდა ეს ფაქტია ისულელი არის და მამაპետას გაიბრიყავენ ათეულათასობით ადამიანი მინიმუმ მზად არის რა ეს მოვლე ხალხი მოვა ვიღაცას უნდა ქულების დაწერა ვიღაცას რაღაც ამიტომ დავით ბატონო მოდი ჩემპიონატადებას ვიწყე რა მე არ ვარ ორგანიზატორებში და მივალა თქო უნდა რომ ძევით ავიქნები და ხოსიტო არ ამგონია სიტყვების და შეძახილების და მოწოდებების ძველი ეს უნდა აღინიშნოს მე ვფიქრობ აქვს ეს მოსაზრება ბევრსაც და ვეთანხმები მას მდგომარე საპროტესტო აქცია ხანმოკლე ოღონდ მრავალრიცხოვანი თუნდაც ამით მაინც განსხვავებთ ამაგან აშხანდურები მოასწრეს ბიჭები ჩვენები ვერ იგუპებოდნენ იქა ვერ იბრძოდნენ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა ყველა შეიძლება არა მაგრამ ვინციომა რომელი გლები ვიძიობენ ესე არ არის ჩვენი საქმე ესე არ წასულობ ხელიდან იგებნება ამ ქვეყანაში ხალხი რომელიც თავზებს ამ ქვეყანასთვის მაგრამ ზემბოში ერთხელ რა რომ გამოყვარდა ხო გამოვიდა მაშინ ასტებზე იყო და თავისი პოლკოვნიკი გამზელი ეუბნება ჯონო შენ ხო ყოველთვის შენი ქვეყნისთვის იბრძოდიო ბიჭო მე ზადევა თავი მოვიკვა ჩემი ქვეყნისთვის თუმცა ჩემი ქვეყანას ვახსოვდა მაინც რა თუ კი ბატონო მე მეტი რა საკეთებ რა ის ფილმი ხო პატრიოტი ეგეთი რა თუ ის თავს პოლიციასაც არ საბრძოლებენ ასე სამართლობა იმიტომ რომ ამერიკელების პოსტულატია პატრიოტის ვალია უპირველეს ვალია უღის თავრობას ეძებს თავისას მე ვსწრებ ყველასთან გაიზგაუსწორებს რა ამიტომ ჩემი წინადადები ამ ფაზაში ვარ სულ და ავალამთავდა რა მოსაძებე არ არის საკუთარ ხელისუფლებასთან ბრძოლა სახალისო რა არის ამაში ამაში კარგი რა არის ასლაპარაკობს რა ეხლა სიყვარული ხელისუფლების როგორ შეიძლება გასქონდეს როგორ იყადეს არ უნდა გიყადეს იმიტომ რომ შენ გადუნებს და მასაც რა მაგრამ პატრიოტებმა ანგარის გაწევა და მინიმუმ თქვი რომ ნუ რაღაცა გამოზით რაღაცა ვერაც ცდილობენ მუშაობენ არ ქურდობენ არ ხედიან ქვეყანას ავანტურისტები არ არიან ხო რა მოსაბეზრებელი გახდა წინადადება ჩემი ასეთია ყოველ შემთხვევაში არ ვიცი რა სახე იქნება ამას ორგანიზებული იქნება არ იქნება იმედი მაქვს რაღაცა ფორმით ორგანიზებული იქნება ყველა შემთხვევაში აჯობებდა ალბათ ერთი განსხვავებისთვის თვითონ ხელისუფლების ხაჯური მანერები გემოვნებისაგან ამ სიტყვების ვიტყვი ხო შეიძლება გარდა პროვინციალისა გადადეს კაცი მინისტრი მაკეი ნომრით რა ან თავის გვარი ეწეროს რა აშენო მე ეს მგონი რომ ამბობდი ხო გემოვნები ეს ის პირადი გემოვნების საკითხი ჩვენ ერთ ვიდაებს აი რაფერის ხო ჰავსტოხიბებს მაგრამ რაფერად ღება ქვეყანას რომ ვინ რა მე რა გაგიკვირდა არაფერში არ შეესაბამება
ჭრელაჭრულა შეღებილები, მას ესე ეხალისება, ესე წარმოდგენებია, ხო? სამყაროზე. ეგ ფსიქიატრები ატარებენ ამ ექსპერიმენტებს და უმარტივეს დასწრებს აკეთებენ, რა. დასხედავ აქვს, ზოგი დასხედავს, ზოგი რა. არ მინდა საერთოდ, ხო? ხო და ყველაზე კარგი იქნებოდა აღნიშვნაც, იქნებოდა ღირსების დემონსტრირება, იქნებოდა დემონსტრირება პროტესტის, არა მარტო წარსულის გამო, არამედ მომავალის აღკრეფაც იქნებოდა ეს პრევენციაც და თუ მანდამაინც სოფლიო არ ამეშვეშე, სოფლიოსთვის ნიშანი იქნებოდა, რომ აქ არანაირი თქვათ რიარია, ხაოსი ბარდაკი არ იქნება. რაც მართლა ერთადერთხელ მოხდა აქ ინფორმეთ, აი უბედურებით მართლა, აი რუსმაროდარ და თავიდან ბოლომდე ის გამსახურდია დამხობა. ნუ მასთან შეგვიძლია. ბუნებრივია, მე ხო რიას ვამბობ, იმიტომ რომ ის იყო მედრეში და მესვევი ამ საქმეს და ასე დაიჭება ის. მაშინ თუ ის რუსმაროდარ პირდაპირ მას გადააბარეს ფაშოს, ხების ნებართვით მოხდა ესა, მაგრამ ესე მოხდა. ამიტომ აი ხალხდოვანი ის არ იყო ზეიკრეზეგნო, ვიმეორებ. სამპანურის მოთხე გაიხსნა მაშინ, ხო? სასწავლის ხმაც კი არ გაგვიგია და ახლა თუ დავიწყებ თავზე ბოთლებს, ეგრე შეიძლება ბოთლებს გახსნა რა. საბუთად თავზე დაიწყებ, ჩვენ ასეც გვიქნია. ეხლა ვეცადოთ სხვანაირად. არ გვინდა რაღაც ხის სცენარი მასალებობა, დავიწყოთ ასე რა პროცესი. ისე მე კი ვამბობ სკოლაზე ვერ მოვიდა. თუ მოვიდა ვინ არის დაგავდები რა. უბრალოდ ამის არანაირი ნიშნებს არ ამჟღავნებს რა. კუშინა ეს და კოლადავის საშველი ამბობდა, შეერთდა სხვა გასულიყარ 7 ნოემბრიდან დაიწყება აი რაღაცნაირად რიგისა და წესის დაწყობა და დალაგება ქვეყნის ნოემბრამდე და ერთი კარგი ხალხი არის ძალიან, მაგრამ იმიტომ არ ვიყავი მე ოპოზიციაში. არაფერი აქ არის დასამალი რა. აი საჯაროდ უნდა იყოს ცნობილი, საჯარო ორგანო უნდა არსებობდეს. მეტნაკლებად აღჭურვილი ხალხისგან უფლებამოსილებით, საჯარო გეგმები უნდა ჰქონდეს. საჯარო რა. ამას ვერაფერი ვერ დაუდგება და ვერ უშველებს. გვალი მაგიდა ჩვენა ვაქვეყნებით ჩვენი ხომის ოქმებს და აი გაარწმუნებთ. ახლა როგორ დავიფიქრე რომ ნუ დიდი 2-3% არ გასულიყო იქ იმისა რაც შეიძლება ქვეყნდებოდა რა. ვალდებულად ადამიანები კითხულობდნენ ან მოწონდა ან არ მოწონდა. აკეთებდნენ თავის დასკვნებს. ხო ის მიტინგიც იყო, გამოსვლაც იყო, მე უკვე სხვა საშუალებებიც იყო, პრესა გაიხსნა. ასე თუ ისე, მაგრამ ჩვენ კიდევ ვაქვეყნებით ჩვენს ოქმებს ხმებისას, რომ რაზე იყო მსჯელობა, რა იფიქრეს, ვინ რა თქვა, წარმოდგენები შეეხსნა ხალხს, არა? არა, ვერაფერი აქვს პრობლემა. ეს ხელისუფლება მოსახლეობა იყო აქამდე, ეხლა გეუბნებით, ამასთან არის მშვიდობიანად აი საბავშვო გადავაგოროთ, ხო? ამასთან ერთად ეს ამას იმეცავრობით ეს არ გამოვა. ერთად თუ მოინდომებენ ერთ-ერთ შემთხვევაში თუ გადაწყვეტენ რომ უნდა წავიდნენ მაშინ მასთან ერთად კი ბატონო შეიძლება დაждდეს ადამიანი და ილაპარაკოს მასთან ხო ასე ნუ უნდა ხელაჩვენოს შეიძლება ესეც ყველაფერი არ ენდომებათ ხო შევადნადოთ უცხოი პირადად და ზადიად გამოვიდა დავწერე ვინც აცნობს ცოტას ცნობს ყველაფერს რა ეს ხდება ყოველთვის სულ აქაც უხდებოდა საფაშორის რა აბაშიძის მაგალითი ამის ხალხი იმასაც მეუბნებოდი რა იყო ეს გადასაცნობი რა არც არაფერი არ იყო ნუ ჟურნალისტი არ გაევლახათ მაგალითად და მე არ ეთქვა რომ ეს ვიღაც აღშფოთებულმა მოქალაქეებმა გადახეს განასწორებდა აღშფოთებული მოქალაქეების გადახული ჟურნალისტი რამდენიმე შეიძლება აი გამოსწორონ ახლა ხელისუფლების მომსახურებმა ესა როდესაც და მე თან უკნას ეგეთ ყოველთვის ჟურნალისტისგან იქნება მაგალითად რომ მაინც ის უზრუნველყოფს კონტაქტს რა რაღაცა საზოგადოებისა ერთმანეთთან და ეს აუცილებელია. მაგრამ იმ რევოლუციის დროს 6-ში 9 იყო ტელევიზია, ყველა აშუქებდა სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა პოზიციიდან და გადავჭით მაგიტო ვინმე სხვა არ გონია. ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო, რომ კაცი რომ გამძალიყო საღამოს, თუნდაც ერთწყვლილი ეთქვა, უსაფრთხოდ გადაამოწმებდა იმას. ხუთი მეშვეობით. ჩვენ დროს რომ არ იყო, აი შეცდომა. რომ არ იყო, ნებისმიერი წვერი სწორდებოდა რა. და მუშაობდა რა. ნებისმიერი წვერი. აი საუკეთესო ილუსტრაცია კიდე არის რა. ამიტომ უნდა ვაკეთდეს ესა რა. არ შეიძლება ასე რა. მე მოვიფიქროთ, მე გეტყვით, მე ვიცი ის მიდივარ და ვფიქრობ ყველანი უნდა მივიდეთ. პროტესტი უნდა გამოხატოს წარსულის გამო, აგერეთი წლის ახალად მოხდა აგერეთი ორ მანძილზე, იმის გამო და უნდა აღვკვეთო შესაძლებლობა მსგავსების გამოვლენას. დიდი მადლობა, მაგრამ მაგალითად 7 ნოემბრამდე ძალიან დიდი მადლობა რომ
ესეთი შეფასება მიეცით იმას, რაც უნდა მოხდეს შვედში. ბატონი აკაკი ასათიანი გასცდა ჩვენი სტუმარი. გმადლობთ, კარგად გრძელდებოდეს.